ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღეს გაეროში საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრები საქართველოში არსებულ ყველა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 27 სექტემბრიდან ტარდება. შეხვედრების მიზანი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებთან გაცნობა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ყურადღების გამახვილება წარმოადგენს. საკონსულტაციო შეხვედრებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სკოლის მოსწავლეები იწვევენ და მათთან დისკუსიებს მართავენ. ოქტომბრის ბოლოს შეგროვილ მასალებს გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს კომიტეტების ხდომებზე განიხილავენ. აღნიშნული ღონისძიებების მიზანს ქართველი ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემების საერთაშორისო დონეზე განხილვა და შესაბამისი ზომების მიღება წარმოადგენს. შეხვედრის ნაწილი დატვირთულია გაეროსა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისტორიის მოკლე მიმოხილვით და შემდგომ უკვე დისკუსიით თუ რა პრობლემების წინაშე დგას საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები. 27 სექტემბრიდან დაიწყო აღნიშნული საკონსულტაციო შეხვედრები და დღეს უკვე საბოლოო შეხვედრა ახალგაზრდებთან და ოქტომბრის თვეში უკვე გაეროს წარმომადგენელი საქართველოში გაემგზავრება გაეროს შტაბ-ბინაში და სწორედ იქ გააჟღერებს ახალგაზრდების პრობლემებს. მთელი საქართველოს მასშტაბით რეალურად რაც პრობლემები არსებობს, იმ პრობლემებს აგროვებს თავს უყრის და შემდეგ ხდება უკვე ამ პრობლემებზე, რეალურ პრობლემებზე საუბარი და ეს არ არის რაღაც ზოგადი, რომელზეც შეგვიძლია ჩვენს ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ, არამედ ეს არის უფრო კონკრეტული პრობლემები, რომელიც თითოეული მოსახლეობის, თითოეული რეგიონიდან გამომდინარე არის. ამიტომაც უმნიშვნელოვანესი პროგრამაა ვფიქრობ და მივესალმები.